კითხვა სულ გვებადება ჩვენ. რატომ არის რომ ჩვენ სიცოცხლის რისკავთ, როდესაც გადავდივართ მაგალითად გზებზე, იმიტომ რომ არ გვაქვს ხმოვანი შუქნიშნები. და იქ სადაც გვაქვს, იქაც არის მოშლილი უკვე და ჩვენს თხოვნებზე, მოთხოვნებზე, ზარებზე არ რეაგირებენ, როცა მოვითხოვთ, რომ ეს შუქნიშნები გასწორდეს, რომ ტყუილა არ იყოს ჩართული და მართლა ხალხს არ გაუჩინო განსხვავება, რომ ეს ვისთვის არსებობს, თუ მაინც არც უსინათლოს არ ადგება და არც არავის. საათში 27,000 კანონის სიჩქარით იღებენ კანონებს, მაგრამ ის კანონი, რომელიც შიშიმ პირების დასაქმებას ჭირდება, მაგალითად კვოტების მიღებასთან დაკავშირებით, ვერა და ვერ მიიღეს. არ არის მიღებული საჭირო ჯანდაცვის პროტოკოლი. ან მაგალითად ბევრ დიაგნოზს, ბევრ დარღვევას ახლავს მეორადი სხვადასხვა დაავადებები. მაგალითად დაუნის სინდრომი არის ასეთი, რომელსაც ახლავს თუნდაც ხშირად, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად, თუნდაც გულის მანკი, თუნდაც სხვადასხვა დაავადებები, რომლების გადაკონტროლებაც არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ადამიანები უბრალოდ არ დაიხოცნენ. მაგრამ ამის მექანიზმი, ესე იგი ამ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი ხელისუფლების თქმით თურმე, რომელიც გადაუსწრო ევროპას და არაფერში არ გვჭირდება თურმე იმათი რესურსები და ფინანსება თუ ცოდნა, ეს კვლევები ამ ადამიანების არ ფინანსდება და ამის გამო ხა თუ ადამიანს არ აქვს გასაკითხი სახკარი, რომ პრევენციულად რაღაც კვლევები ჩაიტაროს, მშობლებიც და ეს ადამიანებიც არიან სანამ გაძლებენ გაძლებაზე, ესე თქვა და მაგის გამო ადამიანები იღუპებიან, ბავშვები მათ შორის იღუპებიან. ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან დიდი მიზეზი, რომ ვიყოთ პროტესტში. იმიტომ რომ სანამ ჩვენ რაღაცა მინიმუმს მოვითხოვთ და ვითხოვთ, ვიღაცები ხულიპავენ მილიონებს. პატარა მიმოხილვას და მოგზაურობასავით გაგატარებთ, რა გავიარეთ. საბა დაიბადა 2001 წელს და ჯერ კიდევ 2001 წელს ძალიან ისე ტკბილმოუბრად გვეუბნებოდნენ ხოლმე, რომ დაბადებული ბავშვები დაბატოვებინა სამშობიარო სახლებში. იმ ესე იგი კლინიკაში ყავდათ ეგეთი პერსონალი, რომელიც გთავაზობდა ტკბილად და თბილად, რომ სახელმწიფო უკეთესად მიხედავდა შენს შვილს და მე მინდა რომ ამ ჩემს გამოსვლას დავარქვა, რატომ არ არსებობდნენ ქვეყანაში შშმ პირები. ხშირად ისმის ხოლმე ეგ საკითხი, რატომ არ არსებობდნენ შშმ პირები, იმიტომ არ არსებობდნენ, რომ სახელმწიფო გეუბნებოდა, რომ ამ ბავშვს ჭყალებში, რა თქმა უნდა, ამ ბავშვს უკეთესად მიხედავდა სახელმწიფო და ესე მიყავდათ მერე ეს ბავშვები თავშესაფრებში და ვინც გადარჩებოდა მერე აჭრომდნენ, ასმევდნენ, რაც იქენ უნდათ, რასაც მოიმეტებდა სახელმწიფო და ესე ყავდათ იზოლაციაში. რა მოხდა, ვინც არ დაავტოვეთ შვილები, დავიწყეთ ჩვენი შვილებისთვის ბრძოლა სამართლიანობისთვის და ბრძოლა განათლებისთვის, ჯანდაცვისთვის და ესე გაჩნდა ინკლუზიური განათლებაც. ესე იგი, მინდა იცოდეთ, რომ რას ნიშნავს, როდესაც უუფლებო ხარ. ესე მოექცა ეს ბავშვები და ეს ადამიანები და ეს ოჯახები სრულ ვაკუუმში საზოგადოებისგან. ესე გაჩნდნენ ოთახში დაკეტილი ბავშვები, სადაც მე რო გებულობდნენ ახლობლები, სამეგობრო, ოჯახის სხვა ოჯახის ბავშვების სამეგობრო, რომ იმ ჩემს კლასელს ყავდა სახლში შშმ შვილი, რომელიც სახლიდან არ გამოყავდათ. ამიტომ არ გამოყავდათ, იმიტომ რომ ბაღი არ იყო, სკოლა არ იყო, რეაბილიტაციის ცენტრი არ იყო, სერვისი არ არსებობდა. ჩვენი შვილების უფლებები კი არ ილახებოდა, არ არსებობდა საერთოდ. მე მინდა ორივე სიტყვით თქვა ის, რომ არავის აქვს უფლება ჩვენ მოგვიხსენიონ სტატისტიკაში, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც უნდათ ისეთივე განათლება მიიღონ, როგორც სხვებმა, ისევე გადავაადგილდეთ, როგორც სხვები გადაადგილდებიან, ისეთივე მეგობრული გარემო უნდეს ჩვენს, როგორც თქვენ გაქვთ და ისეთივე განათლება და ისეთივე გარემო იყოს, როგორც თქვენ გაქვთ.